ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მოქვის სახარება სავალალო მდგომარეობაშია. მინიატურებიდან ფურცლოვანი ოქრო და საღებავები გაურკვეველი მიზეზების გამო იშლება და ცვივა. ხელნაწერს დიაგნოსტიკა და რესტავრირება ესაჭიროება. მოქვის სახარება დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის დაკვეთით 1300 წელს აფხაზეთში გადაიწერა. ხელნაწერთა ფურცლოვან ოქროზე შესრულებული 162 მინიატურა, 532 საზედაო ასო და მდიდრულად ორნამენტირებული ინიციალებია. რამდენიმე საუკუნის ხელნაწერზე ამ ყველაფრის გარკვევა დღეს უკვე შეუძლებელია. ხელის მოკიდება კი სახიფათო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში ნეკვთი თაყაიშვილის ფონდში არის დაცული ფოტოსურათები, რომლებიც ასახავენ მოქვის სახარების მდგომარეობას საუკუნის დასაწყისში, როდესაც ის მარტვილის ტაძარში მოინახულა ნეკვთი თაყაიშვილმა. როდესაც ვადარებთ ამ ფოტოებს მოქვის სახარების დღევანდელ მდგომარეობას, ცხადია, რომ ბოლო 1 საუკუნის მანძილზე საგრძნობლად გაუარესდა მინიატურების მდგომარეობა და საერთოდ მთლიანი ძეგლის. როგორც ჩანს, საღებავისა და ოქროს ფენის შემაკავშირებელი შრე არის გამომშრალი და მას დაკარგული აქვს ძალა. გარდა ამისა, ხშირად შემაკავშირებელი შრე არის მოსუსტებული, როგორც ჩანს, ოქროს ფენასა და ეტრატს შორის. იმდენად დაზიანებულია თვითონ ხელნაწერი, რომ ფაქტურად არ ვეკარებით მას. აი, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა გადაშლა ამ ფურცლების, იმიტომ რომ თვითონ შეხება ამ ფურცელთან იწვევს ფერწერის ჩამოშლას და ნაწილაკები ცვივა იქიდან და უფრო და უფრო ზიანდება მინიატურები. მისთვის რომ დავიწყოთ მუშაობა მოქვის სახარებაზე, უნდა ჩატარდეს აუცილებლად კვლევები და ანალიზები ჩაუტარდეს უშუალოდ ხელნაწერს, ანუ რა მასალით იყო შექმნილი, რა ტექნიკით იყო შექმნილი, რა მდგომარეობაში იმყოფება, რომ დავადგინოთ ის მიზეზები, რის გამოც ზიანდება ფერწერული ფენა, თვითონ ფურცლები. ამის შემდეგ უკვე დაიგეგმება სარესტავრაციო სამუშაოები და შემდეგ ალბათ მოხდება კონსერვაცია, რესტავრაცია. ჩვენ იუნესკოს მხარდაჭერით წელს განახორციელებთ პროექტს მოქვის სახარების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება უფრო კონკრეტული პასუხი, რა არის საჭირო, რა დრო დაგჭირდება და რა მეთოდოლოგიით უნდა იმუშაოს სპეციალისტებმა და სად უნდა გაკეთდეს, რა პირობებში უნდა გაკეთდეს, რა მასალები უნდა გამოიყენონ და ასე შემდეგ. მაგრამ ვიდრე ეს პასუხი გვეცოდინება, ჩვენ წინასწარ უხეში გათვლებით წარმოდგენა გვაქვს, რომ ეს იქნება დაკავშირებული ძალიან დიდ თანხებთან და ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამას. ამასობაში ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დრო არ დავკარგოთ და დავიწყოთ საქველმოქმედო კამპანია მოქვის სახარების გადასარჩენად. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს იმდენად დიდი პროექტია, რომ მხოლოდ ერთი რესურსის გამოყენება ამ შემთხვევაში ნამდვილად საქმეს ვერ უშველის. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა სახელმწიფოსი, რომელიც ჩართულია ისედაც ამ პროექტში, სხვადასხვა ფორმებით ჩავთოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. გასულ წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უნიკალური ხელნაწერის მოქვის სახარების გადასარჩენად მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. 1 ივლისს უნიკალური ხელნაწერის გადასარჩენად კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი განხორციელდება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოებისა და საგამომცემლო სახლი მუდის მხარდაჭერით საქველმოქმედო აუქციონი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად მოქვის სახარების რესტავრირების პროექტს მოხმარდება. ხელოვანებმა და საზოგადოების ცნობილმა ადამიანებმა პირადი ნივთები და ნამუშევრები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სრულიად უანგაროდ გადასცეს. ვფიქრობთ, ერთგვარად სიახლეა ესეთი საქველმოქმედო აუქციონები, ამის დიდი კულტურა ჩვენთან დღესდღეობით არ არსებობს. და ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალებაა საზოგადოების ჩართულობისას. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ადამიანი, ხელოვანები, ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით მოქვის სახარების მნიშვნელობა, გვეხმარებოდნენ.
საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სიმართლე გითხრათ ამ პროექტის მომზადებას. რამდენიმე თვის განმავლობაში ვიხმიანებოდით ამ ადამიანებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, ცნობილ პიროვნებებს და ვთხოვდით, რომ მათთვის ძვირფასი ნივთი გაეღოთ მოქვისახარებისთვის. სიმართლე გითხრათ, ჩვენ და გასაკვირად და სასიამოვნოდ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ძალიან ადვილად თანხმდებოდნენ. მათ გულთან ახლოს მიჰქონდათ პრობლემა, რომელიც დღეს ამ უნიკალური ხელნაწერის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ მათი თანადგომით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ნინო ანანიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მურით ფოცხიშვილის პირადი ნივთები, ბაჟა აზარაშვილის, ჭაბო ამირეჯიბის, გურამ დოჩანაშვილის, ბესიკ ხარანაულის, ოტია იოსელიანის ხელნაწერები, მხატვრული, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, ქანდაკებები, მინანქრული ნამუშევრები და სხვა 100-ზე მეტი დასახელების ექსპონენტი აუქციონზე გამოიფინება. ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლის საშუალებითაც უნიკალური ხელნაწერის გადარჩენა შესაძლებელი გახდება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თითოეულ ჩვენგანს 1 ივლისს შესაძლებლობა გვექნება შევიძინოთ აუქციონზე წარმოდგენილი ექსპონატები, რათა ყველამ ერთად გადავარჩინოთ მოქვის სახარება.